მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა ამინ. სიტყვა თქმული წმინდათა შორის მამისა ჩვენისა იოანე ოქროპირისა. წმინდა წერილის კითხვის მნიშვნელობისათვის. ყოველთვის იმას შთაგაგონებთ და არ შევწყვეტ შთაგონებას, რომ თქვენ მარტო აქ კი არ ისმინოთ ის, რაც ითქმება, არამედ საღმრთო წერილს შინაც გამუდმებით კითხულობთ. იმათაც ყოველთვის ამას შთავაგონებდი, ვინც ჩემთან კერძოდ ურთიერთობენ. ნუ რა ვინ მეტყვის ამ ცივ სიტყვებს, რომლებიც ყოველგვარ განკითხვას იმსახურებს. სასამართლოში ვარ დაკავებული, საზოგადოებრივ საქმიანობას ვეწევი, ხელობას ვეუფლები, ცოლი მყავს, შვილებს ვზრდი, სახს განვაგებ, საერო ადამიანი ვარ. საღმრთო წერილის კითხვა ჩემი საქმე კი არ არის, არამედ იმათი, ვინც უარი თქვენს ამ სოფელზე, თის წვერებზე დასახლდნენ და გამუდმებით ასეთ ცხოვრებას მისდევენ. აბა რას ამბობ ადამიანი? თითქოს საღმრთო წერილის კითხვა შენი საქმე არ იყოს იმის გამო, რომ ურიცხვი საზრუნავი გიტაცებს. არა, შენი საქმე უფროა ვიდრე იმათი, იმიტომ რომ იმათ საღმრთო წერილის დახმარება იმდენად არ სჭირდება, რამდენადაც უამრავ საქმეზე მოფუსფუსეებს. ბერები ვაჭრობასა და სავაჭრო შფოთს ჩამოშორდნენ. უდაბნოში სენაკები მოიწვეს. არავისთან არ ურთიერთობენ და მშვიდობიან სიჩუმეში გამუდმებულ ფიქრს ეძლევიან. თითქოს ნავსაყუდელში სხედან და დიდი უსაფრთხოებით კბებიან. ჩვენ კი ვმღელვარებთ, თითქოს ზღვაში ვართ. მრავალი ცოდვით ვეცემით და საღმრთო წერილიდან განუწყვეტელი ნუგეშის მიღება გამუდმებით გვჭირდება. ისინი ბრძოლიდან მოშორებული სხედან, რის გამოც დიდად არ ზიანდებიან. შენ კი მუდამ საბრძოლო მწკივრში ხარ და განუწყვეტელ დარტყმებს იღებ, ამიტომაც მეტი მკურნალობა გჭირდება. ცოლიც შენ გაღიზიანებს, ძეც შენ განაღლებს, მსახურიც შენ გაცეცხლებს, კერიც შენ გიგებს მახეს, მეგობარსაც შენ იშურს, მეზობელიც შენ გწამებს ცილს, თანამშრომელიც შენ გიდებს ფეხს, ხშირად მოსამართლეც გემუქრება, სიღარიბეც გაღონებს, შინაურების დაუდევრობაც ცრემლს გადენს, ბედნიერება გაამპარტავნებს, უბედურება წელში გდრეკს და მრავალი შემთხვევა და მიზეზი ყოველ მხრივ გარს გვარტყია, რომლებიც ხან განგვარისხებს, ხან საზრუნავს გაგვიჩენს, ხან სასოს წარგვიგვეც და დაგვაღონებს, ხანაც გაგვადიდგულებს და გაგვაამაყებს და ყოველი მხრიდან ურიცხვ ისარს დაგვიშენს. ამიტომაც ჩვენ წმინდა წერილი და აღჭურვა მუდამ გვჭირდება. ესე უწყოდე, ამბობს ბრძენი, რამე თუ შორის მახეთა ხვალ და გრძლითა და გრძილთა ზედა არდაბაგისა ქალაქისათა განხვალ. მათ ვინც ადამიანთა შორის ტრიალებენ, ხორციელი სურვილების მეტად უმბოხდებათ, რადგანაც მშვენიერი სახისა და ლამაზი სხეულის ხილვა გმირავს და ურცხვი სიტყვაც, რომელსაც ვისმენთ, ფიქრებს გვიშფოთებს. ხშირად ოსტატურად შესრულებული სიმღერაც კი სულის კეთილგანწყობას გვირღვევს. მაგრამ რაზე ვლაპარაკობ? იმან, რაც ამ ყველაფერთან შედარებით არარაობად მოჭანს, კერძოდ სურნელებამ, თავაშვებული ქალების მიერ როგორღაც გზად დაფრქვეულმა, სრულიად შემთხვევით ტყვეობაში შეიძლება მოაქციოს კაცი. და ბევრია ამის მსგავსი გარემოება, რომლებიც ჩვენს სულს გარს ერტყმის. ამიტომაც საღმრთო წამალი გვჭირდება, რათა შეგვეძლოს იმ ჭრილობების მოშუშებაც, რომლებიც მივიღეთ და იმ ჭრილობების არიდებაც, რომლებიც ჯერ არ მოგვიღია, მაგრამ გვემუქრება. წამალი, რომელიც ეშმაკის ისრებს შორიდანვე ძალას დაუკარგავს და აირეკლავს, საღმრთო წერილის გამუდმებული კითხვა. რადგან შეუძლებელია ვინმე გადარჩეს, ვინც მუდამ სულიერ კითხვაში არ იწვრთნება. არამედ კარგია, თუ კი ოდესმე ისინი გადავრჩებით, ვინც ამ საშუალებით გამუდმებით სარგებლობთ. კიდევ ერთხელ გავუსმებ ხაზს და ძალიან ვთხოვთ, რომ კარგად დაიმახსოვროთ ეს სიტყვები. აღეთ რას ამბობს იოანე ოქროპირი. შეიძლება ყურზე მოხვდეს, მაგრამ ეს წმინდა მამის დარიგებაა ჩვენგან. შეუძლებელია, ნახეთ ხაზს უსვამს და ორჯერ ამბობს ამ სიტყვას.
შეუძლებელია ვინმე გადარჩეს, ვინც მუდამ სულიერ კითხვაში არ იწვრთნება. ნახეთ? არამედ კარგია თუ კი ოდესმე ისინი გადავრჩებით, ვინც ამ საშუალებით გამუდმებით სარგებლობთ. მას ბევრი განმარტება არ უნდა, უბრალოდ დავიმახსოვროთ და შევეცადოთ, რომ ყოველდღიურად, ესე ვთქვათ, ამაზე ვიფიქროთ. ხოლო თუ კი ყოველდღე ჭრილობებს ვიღებთ და არანაირად არ ვმკურნალობთ, მაშინ ხსნის რა იმედი შეიძლება გქონდეს. ვერ ხედავ სპილენძის ოქროსა და ვერცხლის ოსტატები ან და ნებისმიერი ხელობის მიმდევრები თავიანთი ხელობის იარაღებს როგორ უფრთხილდებიან და ინახავენ და თუნდაც შიმშილი აიძულებდეს და სიღარიბე ჩაგრავდეს, ამჯობინებენ ყველაფერი მოითმინონ, ვიდრე თავიანთი ხელობის რომელიმე ხელსაწყო თავის გამოსაყვებად გაყიდა. მრავალი მათგანი ხშირად ამჯობინებს ვალი დაიდოს, რათა სახლეული და შვილები გამოკვებოს, ვიდრე თავისი ხელობის თუნდაც უმცირესი იარაღი გაყიდოს. სრულებით სამართლიანადაც. მათ იციან, რომ როცა ხელსაწყოებს გაყიდიან, მთელი მათი ოსტატობა ფუჭი იქნება და შეძენის ყოველგვარი შესაძლებლობა გაცამტვერდება. ხოლო როცა იარაღები მთელია, მაშინ თავიანთ ხელობაში გამუდმებული ვარჯიშით ისინი დროთა განმავლობაში ვალების გადახდა შეძლება. მაგრამ თუ კი მათ გაყიდვას დაეშურებიან, სიღატაკესა და შიმშილს ვეღარაფრით შეიმსუბუქებენ. ჩვენც თავი ასე უნდა განვიწყოთ. თუ მათი ხელობის იარაღები ჩაფუჭი, გრდემლი და გაზია, ჩვენი ხელოვნების იარაღები სამოციქულო და საწინასწარმეტყველო წიგნები და მთელი წმინდა წერილია, ღმრთივ სულიერი და სარგებელი. და როგორც ისინი ყოველგვარ ჭურჭელს, რასაც კი წამოიწყებენ, იმ იარაღებით ქმნიან, ჩვენც ასევე ამ საშუალებებით სულებს ვიწყობთ, გაფუჭებულს ვისწორებთ, დაძველებულს ვიახლებთ. თანაც ისინი თავიანთ ოსტატობას მხოლოდ იმით ავლენენ, რომ საგნების გარეგან გამოსახულებას ქმნიან, რადგან ჭურჭლის ნივთიერი მხარი შეცვლა არ შეუძლია. ვერცხლს ოქროდ ვერ აქცევენ, არამედ მხოლოდ მათ ფორმებს ცვლიან. შენ კი მათზე მეტი შეგიძლია. შეგიძლია აიღო ხის ჭურჭელი და ოდესღაც ოქროდ აქციო. ამას პავლე ამოწმებს, რომელიც ასე ამბობს: სახსაშინა დიდსა არა არის ჭურჭელი ოქროისაი ხოლო და ვერცხლისაი, არამედ ძელისაიცა და კეცისაიცა, რომელნი პატიოსნად და რომელნიმე უპატიოდ. უკვე თუ ვინმე განიწმინდოს თავითვისი ამადგან, იყოს იგი ჭურპატიოსა, წმინდა და სახმარუფლისა, ყოვლისავეთვის საქმისა კეთილისა გამზადებული. ანუ დიდ სახში ჭურჭელი არა მარტო ოქრო ვერცხლისაა, არამედ ხისა და თიხისაც, ზოგი საპატიოდ, ზოგი კი უპატიოდ სახმარი. ვინც ყოველივე ამისგან განიწმენს თავს, საპატიო ჭურჭელი იქნება, განწმენდილი უფლისათვის სასურველი, ყოველი კეთილი საქმისათვის გამზადებული. ამგვარად წმინდა წიგნების შეძენა არ უგულებელყოთ, რათა მომაკვდინებელი ჭრილობები არ მივიღოთ. ოქრო მიწაში არ ჩავქლათ, არამედ სულიერ წიგნთა საგანძური შევიკრიბოთ. ოქრო, როცა ბევრდება, მის შემძენს განსაკუთრებით მაშინ ვნებს, ხოლო ამ წიგნებს მათი მფლობელისათვის უდიდესი სარგებელი მოაქვს. როგორც სადმე შენახული სამეფო საჭურველი იცავს იმ ადგილას მცხოვრებლებს, თუნდაც მათ არავინ მოიხმარდეს, იმიტომ რომ ვერც ყაჩაღები, ვერც კედლების ძირგამომთხრელები, ვერც სხვაგვარი ბოროტმოქმედები ამ სახლზე დაცემას ვერ ბედავენ. ისევე სადაც სულიერი წიგნებია, იქიდან ყველანაირი საეშმაკო ძალა იდევნება და იქ მცხოვრებლებისათვის ისინი სათნოების დიდ დამრიგებლად იქცევა ხოლმე. ასეთი წიგნების მარტო დაანახვაც კმარა, რომ ცოდვისაგან უფრო თავშეკავებულები გავხდეთ. თუ კი გავკადნიერდებით, ისეთი რამეს გავბედავთ, რაც აკრძალულია და თავს გავიუწმინდურებთ, როცა შინ დავბრუნდები და ამ წიგნებს შევხედავ, სინდისი მეტად გეჯნის და იმავე ცოდვების გამეორებისაკენ გული ნაკლებად მიგვიწევს. ხოლო თუ კი პირიქით ღვთის მოსაუობით ვცხოვრობ, მაშინ მათგან კიდევ უფრო მეტ ვსარგებლობთ. როგორც კი ვინმე სახარება შეეხება, გონებას მაშინვე იწესრიგებს. მისი მხოლოდ ერთი შეხედვა კმარა, რომ ყველაფერი მოიცილოს, რაც ყოფითია. ხოლო თუ კი ყურადღებით წავიკითხავთ, მაშინ სული თითქოს იდუმალ ტაძარში შედის, იწმინდება და უკეთესი ხდება, ვინაიდან ამ წმინდა წერილით ღმერთი ესაუბრება.
მაგრამ იტყვიან თუ კი ვერ ვიგებ მის შინაარსო მაშინაც კი როცა მის შინაარსაც ვერ ვიგებ უშუალოდ კითხვით დიდად განიწმინდები თუმცა შეუძლებელია რომ შენთვის ყველაფერი ერთნაირად გაუგებარი იყოს სული წმინდამ სწორედ იმიტომ მოაწყო ისე რომ ეს წიგნები მებაჟეებს მეთევზეებს მეკარვეებს მეცხვარეებსა და მეჯოგეებს უბრალო და უსწავლელ ადამიანებს შეადგენინათ რომ უბრალო ადამიანთაგან ეს არავის მოემიზიზებინა რომ ყველასათვის გასაგები ყოფილიყო ის რაზეც არის საუბარი რათა ხელოსანსაც სახურსაც ფრივ ქალსაც და ადამიანთა შორის ყველაზე გაუნათლებელსაც მათი მოსმენით სარგებელი და დარიგება მიიღო რადგან გარეშე საერო ბრძენების მსგავსად ეს ყველაფერი არა ამაო დიდებისათვის არამედ მსმენელთა ხსნისათვის შეადგინეს იმათ ვინც თავიდან სულიწმინდის მადლს ეღირსნენ გარეშე ფილოსოფოსები რიტორები მწერლები რომლებიც საერთო სარგებელს კი არ ეძებენ არამედ მხოლოდ საკუთარი თავისადმი გაოცების გამოწვევა სურთ თუ კი სასარგებლო რამეს ამბობდნენ მას ერთგვარი სიბნელით მუდმივი ბუნდოვანებით ფარავდნენ ხოლო მოციქულები და წინასწარმეტყველები ყველაფერს პირიქით აკეთებდნენ მათ როგორც მსოფლიოს საერთო მასწავლებლებმა ცხადი და ყველასათვის გასაგები მოძღვრება ასწავლეს რათა თითოეულს ნათქვამის გაგება მხოლოდ წაკითხვით დამოუკიდებლად შეძლებოდა ამას იუწყებოდა წინასწარმეტყველი როცა ასე ამბობდა და არღარა ასწავებდეს კაცად კაცადი მოყვასათვისა და კაცად კაცადი ძმასათვისა და რქვას გულისხმა ხავ უფალი რამე თუ ყოველთა მიცოდიანმე კნინიდან ვიდრე დიდად მათამდე პავლეც ამბობს და მე მორაივედ თქვენ და ძმანო არა მოვედ მეტნობისა სიტყვითა სიბრძნისაითა მითხრობა თქვენ და წამება იგი ღმრთისაი აგრეთვე და სიტყვაი ჩემი და ქადაგებაი ჩემი არ არ წმუნებითა კაცობრივისა სიბრძნისა სიტყვათაითა არამედ გამოცხადებითა სულისაითა და ძალით აგრეთვე ხოლო სიბრძნესა ვიტყვი სრულთა მათ მიმართ ხოლო სიბრძნესა არა ამის სოფლისასა არც ამ თავართა მათ სოფლისათა არამედ განქარვებად არიან და ვისთვის არის გაუგებარი ყველაფერი რაც ახარებაშია თავმოყრილი ვის დასჭირდება მასწავლებელი ამის და ამის მსგავსის გამგონეს ეტარიყვნენ მშვიდნი ეტარიყვნენ მოწყალენი ეტარიყვნენ წმინდანი გულითა რომ ნათქვამი რამდენადმე გაიგოს ხოლო ნიშებისა და სასწაულების გარემოებები და ისტორიული თხრობა განა ყველასათვის გასაგები და ნათელი არ არის ზემოთქმული მხოლოდ საბაბია მომიზეზება და სიზარმაცის თავშესაფარია შენ შინაარსი არ გესმის მაგრამ როგორ გაიგებ როცა წიგნში ჩახედვაც არ გინდა წიგნი ხელში აიღე წაიკითხე მთელი ამბავი რასაც გაიგებ გონებაში შეინახე ხოლო ის რაც ბუნდოვანი და გაუგებარია რამდენჯერმე წაიკითხე თუ კი ხშირი კითხვის მიუხედავადაც იმის გაგებას ვერ შეძლებ რაზეც არის საუბარი მაშინ უფრო ბრძენს მიმართე მასწავლებელთან მიდი ნათქვამი მიიტანე დიდი გულმოდგინება გამოიჩინე და ღმერთი რომელიც შენს მეცადინეობას დაინახავს შენს დაუცხრომელ ზრუნვას არ უგულებელს ყოფს თუ კი ადამიანი ვერ აგიხსნის იმას რასაც ეძებ მაშინ ღმერთი უეჭველად გაგიცხადებს გაიხსენე ეთიოპიის დედოფლის საჭურისი რომელიც უცხოელი იყო მრავალი საზრუნავით დატვირთული ყოველ მხრივ საქმეებში ჩაფლული და თუმცა ვერ იგებდა ეტლში მჯდარი მაინც კითხულობდა თუ კი მან ასეთი გულმოდგინება გზაში გამოიჩინა მაშინ წარმოიდგინე შინ როგორიღა იქნებოდა თუ კი მოგზაურობის დროსაც წაკითხვის გარეშე არ რჩებოდა მაშინ შინ ჯდომისას მეტად გულმოდგინე იქნებოდა თუ კი მაშინაც არ ანებებდა თავს კითხვას როცა წაკითხული შინაარსი არ ესმოდა მით უმეტეს მას შემდეგ არ დაანებებდა რაც გაგება დაიწყო ხოლო მას რომ წაკითხული არ ესმოდა ამის შესახებ მოისმინე რას ამბობს ფილიპე უწყიმია რასა ეგე იკითხავ ანუ თუ გესმის რასაც კითხულობ მან კი ეს რომ გაიგონა კი არ გაწითლდა კი არ შერცხვა არამედ აღიარა საკუთარი უმეცრება და ასე თქვა ვითარმე მეძლოს უწყებად არა თუ ვინმე იყოს წინამძღვარ ჩემი ანუ როგორ გავიგებ თუ კი არავინ განმიმარტავს რადგან ასე გულმოდგინედ კითხულობდა მაშინ როცა ხელმძღვანელი არ ყავდა
ამიტომ მალე ხელმძღვანელიც მიიღო. ღმერთმა მისი მოშურნეობა დაინახა. მიიღო მისი გულმოდგინება და მალე მასწავლებელიც გაუგზავნა. მაგრამ ახლა ფილიპე აღარ არის. სამაგიეროდ არის სული წმინდა, რომელმაც ფილიპეს უბიძგა. მაშინ უგულოდ ნუ მოვეკიდებით საყვარლებო საკუთარი ხსნის საქმეს. ხოლო დაიწერა სამოძღვრებელა ჩვენ და რომელთა ზედა აღსასრული ჟამთაი მოიწია. წოდებისაგან თავის დასაცავად უძლიერესი საშუალებაა წმინდა წერილის კითხვა, ხოლო მისი არცოდნა უდიდესი ხრამი და ღრმა უსკრულია. საღმრთო დადგენილებების უცოდინარობა ხსნის საქმეში უდიდესი დანაკარგია. ამ უცოდინარობამ ერესები წარმოშვა. მანვე მოიტანა გარყვნილი ცხოვრებას. ამან ყველაფერი თავდაყირა დააფენა. რადგან შეუძლებელია რომ უნაყოფოდ დარჩეს ის, ვინც წმინდა წერილს მუდამ და გულმოდგინედ კითხულობს. აი ერთმა იგავმა რამდენი სარგებელი მოგვიტანა. ჩვენი სული რამდენად უკეთესი გახადა. მე კარგად ვიცი რომ მრავალნი აქედან ისე წავიდნენ, რომ მოსმენით საკმაო სარგებელი მიიღეს. ისეთებიც არიან, რომლებმაც არც თუ ისე ბევრი ნაყოფი შეკრიბეს. მაგრამ რა თქმა უნდა, სულ მცირე მოსმენის დღეს მაინც უკეთესები იყვნენ. უმნიშვნელო საქმე არ არის, რომ თუნდაც ერთი დღე ცოდვების გამო გულშემოსვლილმა გაატარა. მზერა უმაღლესი სიბრძნისკენ მიმართო და სულს საშუალება მისცე ყოფითი საზრუნავებისაგან ოდნავ მაინც დამშვიდეს. ხოლო თუ კი ჩვენ ამას უსათუოდ ყოველი შეკრებისას გავაკეთებთ, მაშინ ასეთი უწყვეტი მოსმენა უდიდეს და შესანიშნავ სიკეთეს მოგვიტანს. ამინ. შეგვეციოს წმინდა მღვდელმთავარი იოანე ოქროპირი და მისი მეოხებით ღმერთმა მოგცეს მოშურნეობა. კიდევ ერთხელ გავიმეორებ მის სიტყვებს, შეუძლებელია ცხონდეს ადამიანი, ვინც გამუდმებით წმინდა წერილს არ კითხულობს და არ ცდილობს გამოიკვლიოს მასში დაფარული ჩვენი ხსნისათვის სწავლება. დაფარული სიტყვას რო ხმარობ, იმიტომ კი არ ვთქვი, რომ დამალულია ეს ვინმესთვის. მასშია დამარხული ეს ყველაფერი. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ჩვენი ხსნისათვის, ჩვენი მაცხოვარი გაანკაცდა და დაგვიტოვა სახარი ადამიანის გადარჩენის შესახებ. და პრინციპში თუნდაც ბევრი ფიქრიც არ უნდა, ხო, თუ ეს წიგნი ადამიანისთვის არ არის ის წიგნი, რომელსაც ის ყოველდღიურად ხაზგასმით ვამბობ. ეწაფება და თუ ეს წიგნი მისთვის არ არის ამ დედამიწაზე ყველაზე მნიშვნელოვანი წიგნი, მაშინ ასეთი ადამიანის გადარჩენა შეუძლებელი. ნახეთ როგორი მკაცრი არის იოანე ოქროპირი, მაგრამ მკაცრი იმიტომ კი არ არის, რომ ჩვენი შეშინება უნდა, თუმცა ალბათ შეშინებაც უნდა. პირიქით, იმიტომ რომ უყვარვართ. და როდესაც ხედავს თუ რა ემართება ადამიანს, როდესაც ის წმინდა წერილს უგულებელყოფს, რა თქმა უნდა, ასეთ შემთხვევაში ასეთი წმინდა ადამიანები ვერ ჩუმდებოდნენ და აი ეუბნებიან და გვაფრთხილებენ, რომ ჩვენც კიო, ვინცო გამუდმებით წმინდა წერილს კითხულობთ და სწავლობთო, ჩვენც კიო, თუ გადავრჩებით, ესეც კიდე საკითხავი არის. იმაზე ლაპარაკი აღარ არისო, ვინც ამას არ აკეთებს. ამიტომ კიდევ ერთხელ გთხოვთ, ნუ გაატარებთ ამ სწავლებას იოანე ოქროპირისა კურს მიღმა. ყოველ დღე თავს ძალა უნდა დავატანოთ. ნახეთ რა კარგად ამბობს. არ გესმის, თავს ძალა დაატანე, მოინდომე და გაიგე. თუ ეთიოპელი დედოფლის საჭურის გაუგზავნა ფილიპე იმისათვის, რომ მისთვის აეხსნა, ესე ვთქვათ, წმინდა წერილის ის მონაკვეთი, რომელსაც ის ვერ იგებდა. როგორ ფიქრობთ, ჩვენ ნაკლებად უყვარვართ? მაშინ ნახეთ გაგამოვა, ხო, ღმერთი ხო უსამართლო არ არის. ყველა ჩვენთაგანი ხო ყველა ერთნაირად უყვარს. ყველა ჩვენთაგანისთვის გაიგო მსხვერპლი, რომელიც მან გაიგო. აქედან გამომდინარე, თუ ადამიანი გულმოდგინებას აჩვენებს, მას აუცილებლად ღმერთი გამოუცხადებს იმ ჭეშმარიტებას, რომელიც სახარებაში არის. და ეს ჭეშმარიტება გადაარჩენს მერე ადამიანს. და არა მარტო სამწუხაროდ იმის ძახილი, რომ უფალო, ხო, ჩვენ ვიცით,
უფალმა სახარებაში ათქვა, რომ ბევრი მეტყვიან იმ დღეს, რომ უფალო, მაგრამ ვეთქვი, რომ არ გიცნობ ვინ ახარ. მერთმა დაგვიფაროს, რომ მათ რიცხვში მოხვდეთ. მერთმა მოგწეს ძალა, რომ ყოველდღიურად წმინდა წერილს კითხულობდეთ. იმდეს რამდესაც შევძლებთ და ნახეთ რა კარგად ვითხრა ოქროპირმა, რომ ზოგი ამბობს, რომ თურმე დღესაც ხო ესეა, იმდენი საქმე მაქვს, ისეთი დაღლილი მივდივარ, ხო ესეთი თავის სამართლება გვაქვს ხოლმე ხშირად. და გონია, რომ მარტო მღვდლების საქმე არის, ესე ვთქვათ, რომ წმინდა წერილს კითხულობდნენ და წმინდა მამებს კითხულობდნენ. ნახეთ რა კარგად ამბობს ოქროპირი, რომ იმათ ეს ნაკლებად ჭირდება, ის ცხოვრობს ისე მშვიდად, წყნარად, განრიდებულია, იმას სხვა ბრძოლა. შენ უფრო გჭირდება 1000, ნახეთ როგორ რატო ქვია ოქროპირი, ხო? ტყილა ხო არ დაარქვა ეკლესიამ ოქროპირი. როგორ კარგად ჩამოაყალიბა, რომ ყველა ადამიანის გულში შეეხო. ყველა ადამიანის გულში ეხო და ყველა განსაცდელი ჩამოგვითვალა. იქ ცოლი გაღიზიანებს, იქ შვილზე ნესანერვი, იქ ის არის, იქ ისა, იქ მეგობარო, იქ თანამშრომელმა ფეხი დაგიდო სადღაც. აი გეგონება დღეს მე-20 საუკუნეში ცხოვრობდა ოქროპირი. და აი ამ ყველაფერს როგორ გაუძლებ? კაცი ამ განსაცდელებს. თუ წმინდა წერილი არა გაქვს ზურგი გამაგრებული. ვერ გაუძლებ. ერთმა დაგვეცო და გაგვირთო. ერთმა შეგეცი.